საქართველოს პოსტამ ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მარკა გამოსცა, რომელიც მიმოქცევაში ცოტა ხნის წინ ჩაიშვა და ხელმისაწვდომია საქართველოს პოსტის სერვის ცენტრებში. შესაბამისად, საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ვალუტისა და საფოსტო სერვისის სიმბოლურ ურთიერთკავშირს. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, საფოსტო მარკის ტირაჟი კი 30,000 ერთეულია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022-24 წლებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების 3,475,000 ლარი დააჯარიმა. ასამდე პუნქტს კი რეგისტრაცია გააუქმა. მარეგულირებლის მონაცემებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაცია რეგულირების წესის დარღვევისათვის სულ 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა. ამ დროისთვის კი ქვეყანაში რეგისტრირებულია ვალუტის გადამცვლელი 513 პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს. პენსიის გაცემის პროცედურა გამარტივდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. ცვლილებებამდე პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ახალი დოკუმენტის წარდგენამდე პენსიის გაცემა ჩერდებოდა. ცვლილებითვე პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადი ნომერი დაბადების წელი ან თვე არ დაემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე და მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვის ცენტრებში ან ლიბერთი ბანკში ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით. ქართული კომპანიები Alibaba.com-ზე დასაწყისისთვის საერთაშორისო პლატფორმაზე 50 კომპანია დარეგისტრირდა, თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე კი მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. პროექტი აწარმოეს საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სააგენტო მთლიანად დააფინანსებს როგორც წლიურ საწევრო გადასახადს, ისე პროდუქციის პოპულარიზაციის და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართულ კომპანიებს Global Gold Supplieris სტატუსი მიენიჭათ, ანუ ისინი ოფიციალურად დადასტურებულ და სანდო მომწოდებლებად ჩაითვლებიან. Alibaba ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი B2B პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 200 ქვეყანაში მყიდველებსა და მიმწოდებლებს აერთიანებს.